შემდეგი კვირის 3 საათამდე კეთილი იდებონ და გააუქმოთ ეს დაკეტილების მესამე პუნქტი. იმიტომ რომ უსასრულოდ დღიდან დღემდე მინიმუმ დღეში 100 სახლს იტაცებენ და დიდაწოს კლავენ და შიმშილისის წირავენ. ეს ერთი. მეორე. ამასთანავე კეთილი იდებონ თითოეული ძაღლის გადაყვანა ხდებოდეს ჩადაწერის გაკეთების საფუძველზე. სტერილიზაციის დროს კი ბატონო, მაგრამ გასტერილურებულია. ვაქცინირებული ძაღლი არ უნდა წაიყვანოს, ვაქცინაცია უნდა მოხდეს ადგილზე, ვიდეო ჩანაწერი. სამხრეთ კამერა იქნება თუ მარკადის კამერა. თითოეულ ძაღლზე გადაიღოთ, დადონ ვებგვერდზე და ზუსტი სია დადონ. და თავი დაადებონ ძაღლების დავალვას. და მომავალები დააბრუნდონ. და კიდევ ერთი საკითხი. მონიტორინგი. აი ახლა ჩვენ რო გვაბრალებენ და დაგიჭერდეთ, დამიჭიროთ. მე ყველა რეჟიმის დროს ძაღლსაც ვისავსე კაცსაც. 1998 წლიდან მოყოლებული. მე ვეტერინარის იმიტომ გავხდი. ბიოლოგის იმიტომ გავხდი, ვეგეტარიანის იმიტომ ვარ, ცხოველები ხوار და ბავშვობიდან. და პოლიტიკაში მაგითო ვარ თუ იმას აინტერესებს ძალიან რა. და ასეთ დარომის შემოთავაზებაზე ორჯერ ვარ, ორივე რეჟიმის დროს მისთვის მოძლებაზე ვარ დათქვამი. იმიტომ რომ მე არ ვიყიდები, ნამოს არ ვყიდი და სკამი და რაღაცა არ ჭირდება. და ნორმალური ხალხი მაგითო უნდა იყოს, არასამთავრობოში, პოლიტიკაში და ძაღლებთან და ადამიანებთან. შეგვიშვან მონიტორინგზე ადამიანურად, ცივილიზებულად ისე როგორც იმ დღეს შეგუშვეს და მერე დაგობრალეს შეჭრა, იყოს ღია ეს კარები, ოფიციალურად იყოს დაშვება სრულ ტერიტორიაზე. იმიტომ რომ ანახებენ დაწილს და დაწილში ბალავენ და რავის ზოგი ხვდება დაავადები და ზოგი კიდევ ამატიებ გადაზი. და ერთსაც დაავადებ აღარ მოგაწყეთ თავს. პატრონიან ცხოველებზე რა თქვა არ შემილია. პატრონიან ცხოველებზე შეიძლება სწორი ჩადაწერი იყოს კანონში, მაგრამ კანონი ჯერ კიდევ რჩება მინიმუმ ხარვეზიანად და მე თუ კითხავ დაწილობრივ კვლევათაც, იმიტომ რომ ეს საკითხი არ უნდა დაეტოვებია ღია და მთავრობის განსაკუთრებით არ უნდა ყოფილიყო და მეორე. ადამიანებს ქვეყანაში რაც ფული არ აქვს. ფული რაც არ აქვს. ნუ აკიდებენ ძალიანად ფინანსურ ვალდებულებას. აცრაზე, სტერილიზაციაზე, ჩიპირებაზე, ვაქცინაციაზე, ყველაფერზე. ვერ გააკეთებს ამას ხალხი. და პატრონიანებს ძაღლებზე გადავლენ უკვე, როცა ადამიანები ამას ვერ გააკეთებენ და მათ ხოსორდებას დაიწყებენ. კეთილი იდებონ მილიონები, რომელიც ჯიბეში მიაქვს და 1000 სულელაში ხარჯავენ, დახარჯონ ამაში და არა საკუთარ გონებაში. უფასო 2 წელი მაინც იყოს პატრონიანებისთვისაც სტერილიზაცია, ვაქცინაცია და ჩიპირება. ეს არ არის დიდი ფული. იმხელა დიდი ბიუჯეტია და არ უამაყობენ. ასეთ საქმეებს უნდა ხარდებოდეს და კიდევ ერთი. ვისაც ძაღლი არ უყვარს ხალხობის ეთების გამო. არსებობს ასეთი ხალხი. იცოდეთ პრობლემა არ მოგვარდება. დახოცილი ძაღლები 2 წელიწადში იმავე რაოდენობას მიაღწევენ, თუ ამას დაუშვებდა.